დიდი მადლობა პირიქით შესაძლებლობისთვის. Რა თქმა უნდა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ვატოს თქვენ თითოეულ თქვენი ტელევიზია, სხვა ტელევიზიების თანაშრომელს ეს ძალადობა თქვენს წინააღმდეგ მხოლოდ და მხოლოდ გააძლიერებს და კიდევ უფრო თუ კი სივრცე დარჩა წმენის გაძლიერებისთვის, კიდევ უფრო გაძლიერდება ეს წმენა, რაც წმენითაც თქვენ ამ ეროვნულ პროცესში ხართ ჩართულები, ხო? რა არის დიახაც, რა არის ის რაც ხდება წლების განმავლობაში, სხვადასხვა მასშტაბით და სხვადასხვა სიხშირით, ის რაც ხდება 10 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ახლა უკვე ბოლო 1 თვის განმავლობაში. არანაირი თავშევი მინდა გითხრათ ინგა პატივისცემით, თქვენს მაყურებელს მინდა უთხრა, რა თქმა პირველ რიგში, ქვეყანაში არ არსებობს არანაირი დაპირისპირება. ქვეყანაში საქართველოში რომ არსებობდეს დაპირისპირება, ამისთვის უნდა არსებობდეს ორი მხარე. არანაირი ორი მხარე არ არსებობს ქვეყანაში. ქვეყანაში არსებობს ერთადერთი მხარე და ამ ერთადერთ მხარეს დგას მთელი საქართველო. დგას ქართველი ადამიანი, ქართული საზოგადოება. შესაბამისად საუბარი იმაზე, რომ არის დაპირისპირება საზოგადოებაში, არათუ რბილად არ არის რბილად ვთქვათ მართალი, არ შეესაბამება ნატამალის მაცვალი რეალობისაც არ არის. არსებობს დაპირისპირება ვიწრო ჯგუფის მხრიდან მომდინარე და ხალხთან არის დაპირისპირებაში უკვე შესული ეს ჯგუფი, რომელიც ოლიგარქიული კონგის ქვეშ არის და რომელსაც არ გესმით? რომელთაც თქვენი მესმის ნიკა, დიახ, საეთეროს უთხარი ბოდი. რომელთაც აქვს მხოლოდ ერთი мотиваცია და იმ мотиваციას ქვია მარტივად ანგარება. სხვადასხვა ეს ანგარებითი мотиваციაც აქ კი არის განშტოება, ვიღაცა ხელფასის გამო, ვიღაცა მდგომარეობის გამო, ვიღაცა ბიზნესის გამო, ვიღაცა მიტაცებული ბერკეტის ხელიდან არ გაშვების გამო. ხელისუფლების ვიწრო ჯგუფი არის დაპირისპირებაში შესული მთელს საზოგადოებასთან და მთელი ტრაგედია კიდევ დამატებითი უკანასკნელ დღეებში, რაც ჩვენ ვიხილეთ იმ ადამიანების ქმედებების შემყურება არის შემდეგი. ეს ადამიანები, ვინც თავს ესხმიან განსხვავებულ ადამიანებს, რომლებიც აი ამ ეროვნულ პროცესში არიან ჩართულები, რწმენაც არ აქვთ, იცით? რაბე იდეას კი არ ემსახურებიან ეს ეგრეთ წოდებული საჯარო მოხელეები. არა, ადამიანმა ცხოვრებაში ხო შეიძლება ბრმად საკუთარი ემოცია მიანდო რაღაცა იდეას ან ბოროტებას ემსახურებოდე, მაგრამ ჯეროდეს ეს ბოროტება არ არის. ამისიც კი არ სჯერათ. თავიდან ბოლომდე უბრალოდ ის ბიზნესი, რომელსაც ისინი აკეთებენ, მათი ნათესავები საჯარო სამსახურებში და ბიზნესებში, აი ამის დაცვა ხდება მათი მხრიდან. 5 დღეა ინგა ვარ იმერეთში, ყველა რაიონში ვიყავი. ერთი ადამიანი, აი ვიცი რომ შეიძლება ბევრი თქვენი მაყურებელი ახლა იფიქრებს, რომ როგორ შეიძლება ერთი ადამიანის მაინც არ შეხვედრო და რომელიც საპირისპიროს ფიქრობს. ერთი ადამიანი არ შეხვედრია, ვინც არ არის სოლიდარული და არ თანაუგრძნობს იმ მოვლენებს, რომელიც რუსთაველის გამზეზე მშვიდობიანად მიმდინარეობს და აქვს ადგილი უკანასკნელი კვირების განმავლობაში. არც ერთი. როგორც კი დარწმუნდა ამაში ხელისუფლება და მას შემდეგ რაც სულ უფრო და უფრო ბევრი სხვადასხვა პროფესიის, სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, აქაც განსხვავებული პოლიტიკოსები ხშირ შემთხვევაში ბევრ საკითხში როგორ თანხმდებით ერთმანეთში. აი, როდესაც ყველა რაიონში და ქალაქში შევედით, ხელისუფლება დაждდა და თქვა, იფიქრეს ამ რეჟიმის წარმომადგენლებმა, ეთქობა მათ ხო ჩვენზე უკეთიცია რა განწყობაა საზოგადოებაში, რომ ესენი ახლა ჩვენ დღემოზე თუ მიუშვით, ხო აქციებიც აღარ დასჭირდებათ ამათ და დაიწყეს აი ის რაც დაიწყეს, საკუთარი ოჯახის წევრების და საკრებულოს წევრების და თანამდებობის პირების ამარადღა არიან შემორჩენილი. კითხვა ისმის, რა უნდა გავაკეთოთ? ხო, აი ეს უნდა მეკითხა, ნიკა, რა უნდა გავაკეთოთ ეხლა ჩვენ? რა უნდა გავაკეთოთ? და ესეთი სიმტკიცით, აი ესეთი სიმრავლით და ესეთი სიმართლით უნდა ვიაროთ მხოლოდ და მხოლოდ წინ.
როგორც არასოდეს მაგრამ ადამიანებში ეს დაპირისპირებები, აი რაღაცა საფრთხის შეგრძნებას ხომ არ აღვივებს, როგორ ფიქრობთ? მე რომ მკითხოთ, ყოველთვის უკურეაქციაა ხოლმე ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში, როცა ვინმე ზონდებს და ტიტუშკას იყენებს, მაგრამ აი თქვენ რა განცდა გაქვთ, ნიკა? აი როცა ადამიანებს ხვდებით ახლა რახან ყველა ხელისუფლება ახსენეთ დაგიდასტურებთ დიახაც ყველა ხელისუფლების პირობებში მეტნაკლებობის ხარისხით შეიმჩნეოდა მსგავსი ტენდენცია, მსგავსი ასეთი სიველური არ მახსენდება გარდა ახლა ასლან აბაშიძის რეჟიმის შემთხვევისა, მაგრამ რა თქმა უნდა ყველა სხვა ხელისუფლების პირობებში მსგავსი ტენდენციას ადგილი ჰქონდა და ყველა შემთხვევაში გაიმარჯვა ხალხმა. ყველა შემთხვევაში გაიმარჯვა ხალხმა. ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რომ ყველა სოციოლოგიური კვლევა აჩვენებს, რომ მათ ლეგიტიმაცია აღარ აქვთ. მხოლოდ 17-18%-ია მოსახლეობის, რომელსაც ჯერ კიდევ წარმოგიდგენიათ სჯერა, რომ ქართული ოცნების პირობებში შესაძლებელია სტატუსის, ევროკავშირისგან სტატუსის მიღება. მხოლოდ 17% დანარჩენი აბსოლუტური უმრავლესობა მოსახლეობისა ცალსახად ყველა გამოკითხვაში ამბობს, რაც ჩემზე კარგად იცის ქართულმა ოცნებამ, იმიტომ რომ ყოველდღე ატარებენ ამ კვლევას და ამითაც არის განპირობებული, რომ ისინი პრაქტიკულად არა, რეალურად წყობიდან არიან გამოსულები. აბსოლუტური უმრავლესობა გამოკითხულთა მოსახლეობისა ამბობს, რომ დროებითი მთავრობა არის ის მთავრობა, რომელსაც შეუძლია შეასრულოს ის რეკომენდაციები, რომელიც გაწერილია და ამის შემდეგ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები. ქართულმა ოცნებამ დაკარგა მინიმუმ 30% საკუთარი ამორჩევლისა. აი ის 30% მოსახლეობისა, ვინც ყველა გამოკითხვაში ამბობს, რომ შარშან 2021 წელს მე ქართულ ოცნებას მივეცი ხმა, 30% უკვე ზურგი უდრიკა ქართულ ოცნებას. და გაშიშდნენ. თბილისში მხარდაჭერა გაუნახევრდათ. ლეგიტიმაცია დაკარგეს, აღიარება საზოგადოებაში, როდესაც შენ 17%-ზე მეტი არ გაგიარებს როგორც ხელისუფალს, ინგა. აი ადამიანები წყალტუბოში, ტყიბულში, თერჯოლაში, არ ვიცი, ყველგან ერთი და იგივე განწყობა. თბილისში ძალიან აღარ აღიარებენ როგორც ხელისუფლებას. ასეთ დროს იცით რა ხდება? როდესაც შენ მთლიანად კარგავ აღიარებას, ანუ ლეგიტიმაციას და ამ ფონზე შენი სპეცნაზელი მოდის და მე თავში მითხამს, ეს სპეცნაზელი, როდესაც სახლში ბრუნდება, ან მისი მამა, ან მისი დედა, ან მისი ძმა, ან და უკვე ეჩხუბება და სამართლიანად საყვედურობს. აი ამ ფონზე, როდესაც ეროვნულ და ევროპულ იდეას გულშემატკივრობს მთელი საქართველო და ამის გამო ამ პოლიციელის მიერ დაქირავებულია ეს ადამიანები, ვიღაცები, რომ ზავადობენ ახალგაზრდებზე, სტუდენტებზე, შემზარავი, განსაკუთრებით ფაქტ კადრები ვიხილეთ, ხო? პროკურორი, როდესაც აი ამ ყველაფრის კვალდაკვალა ზავადობს კვლავ, ის როდესაც სახლში მიდის, მისი კარის მეზობელი უკვე სამართლიანად აკრიტიკებს. ელემენტარულად პოლიტიკური რწმენაც კი არა აქვთ იმისა, რასაც აკეთებენ. არ აღმოაჩნდათ ამ ადამიანებს მორალური ჰიგიენა, ვისაც აღმოაჩნდა ქართული ოცნების წიაღში მორალური ჰიგიენა, ამ ადამიანებმა ზურგი აქციეს და მათ შორის სხვადასხვა ეტაპზე და განსაკუთრებით. ნუ დღეს ყველა ჩანერგილებს და ნაციონალებს ეძახიან, თუმცა აი ახლა წეგან წავიკითხე იმ კაცზე, ვატოს ვინც თავს დაესხა ერთ-ერთი დეპუტატი, გალობლიშვილი აღმოჩნდა, რომ ნაციონალების დროს, სხვათა შორის ძალიან საინტერესო ინფორმაცია მომწერეს, თავის დროზე ის მუშაობდა თურმე მერიაში იყო შპს შუქნიშანში და ასფალტის დამგები მუშის დაჭრის ამბავი მოხდა და შემდეგ გააგდეს და კიდევ ერთი უნდა ვთქვა, არა, უკაცრავად ნაციონალური მოძრაობის შეგდებულებს ეძახიან ამ ადამიანებს, ვინც დატოვეს ქართული ოცნება და თვითონ ყავთ შეწოვილი მთელი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წარმომადგენლები. ამ გალობლიშვიზე კიდევ ბევრს მოგიყვებით, ეხა ვიკაბუკი ამ ჩამიგდო, დავგუგლეო და საოცრებები იგუგლება, მეგობრებო, რამდენიმე წუთში მოგიყვებით. ნიკა დაასრულებს. ადრე მithქვამს, შეიძლება მათ შორის თქვენს გადაცემაშიც წლების წინ, თუ კი რამე პოზიტიური მოხდა ნაციონალური მოძრაობის თავს,
2012 წლის შემდეგ. მოხდა შემდეგი რამ, როდესაც ქართულმა ოცნებამ შეასრულა სანიტრის როლი, როგორც მგელი არის ტყისთვის, ტყის სანიტარი და დასნეულებულ ცხოველებს იჭამს, რომ იქ ეპიდემია არ გავრცელდეს, ქართულმა ოცნებამ დიდი ნაწილი იმ ადამიანებისა, ვინც როგორც აღმოჩნდა საბოლოო ჯამში, არ იყვნენ ნაციონალურ მოძრაობაში და სხვადასხვა თანამდებობებზეც, მათ შორის საპასუხისმგებლო თანამდებობებზე იდეის გამო, არამედ რევოლუციურ ტალღას მოყვნენ და აღმოჩნდა, რომ მხოლოდ მდგომარეობის მოსაპოვებლად იყვნენ, აი ეს ადამიანები მოგვაშორა და გავწმინდა, მაგრამ სამწუხაროა ეს თუ ვიწრო პარტიული ინტერესიდან გადმოვიხედავ და ამას გეტყოდით და გითხარით კიდევაც, მაგრამ ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არის ძალიან მძიმე შემთხვევა, როდესაც ვისაც აკრიტიკებდნენ, ვის გამოც რეალურად ცვლილებებს ითხოვდნენ, გვერდში დაიყენეს არა, კიდევ უფრო დააწინაურეს. ამიტომ ახლა ჩვენ ყველანი ერთად, განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა, პროფესიისა, ყველანი ერთად ვართ ერთ დიდ გამურულ ქვაბში და აი აქ უნდა ბიძინა ივანიშვილს რომ ჩავხარშოს, მაგრამ ვერასოდეს ის ვეღარ გაიგებს, რას ნიშნავს ქართველი პატრიოტის გულის ძახილი. ვერასოდეს ვერ გაიგებს ბიძინა ივანიშვილი, რას ნიშნავს ქართველისთვის თავისუფლებას. თავისუფლება ბევრი ქართველისთვის დაბადებამდე არის ამოტვიფული გულზე. და აქაც კი ჩანს, ინგა, ძვირფასო მაყურებელო, რამდენად უბირი ადამიანია ბიძინა ივანიშვილი, რომ მას მართლა ჯეროდა, რომ შეიძლება ქართველებს ეთქვათ უარი თავისუფლებაზე. ეს ვერ მოხდა, ეს არ ხდება და ეს ვერ მოხდება. ამიტომ შვიდად მტკიცად, აი ეს მტკიცეთ კონსოლიდირებულად ჩვენ სამივლის და კიდევ მრავალ დღეს, როდესაც იქნება ამისი საჭიროება და ამის საჭიროება იქნება უკვე ყოველ დღე. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად. ოღონდ მნიშვნელოვანია ვიყოთ შვიდად და ბრაზი ვაკონტროლოთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არ უნდა ავყვეთ ბრაზს. ბრაზმა არ უნდა გვაკონტროლოს. ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ ბრაზი, იმიტომ რომ ეს ხელისუფლება, ეს რეჟიმი არის უკვე დამარცხებული. ის ბოლო შანს ეპოტინება, მან არ იცის რას აკეთებს. მას იმდენად უჭირს, რომ რაღაცა გადაადგილებებს აკეთებს ამ სამი დეპუტატის გაყვანით, გამოყვანით, მას წარმოდგენა არ აქვს, რა უნდა გააკეთოს. ქართველმა ხალხმა უნდა შეიმსუბუქოს თავისივე ბრძოლით, ჩვენი ბრძოლით, ყველამ ერთად უნდა შევიმსუბუქოთ ის მარყუჟი კისერზე, რომელიც გვაქვს. მადლობა, ნიკა. ქართველს აქვს ძალიან დიდი ძალა, რომ ჩაკიდოს ხელისუფლებას, აი როგორც მარწუხი, ისე ჩაკიდოს და დაუხეთქოს და გაუნადგუროს ქართულ ოცნებას ის ზიზღით გაბერილი და დაუჩუტოს ზიზღით გაბერილი ბუშტები, რომელიც გაიბერა ქართული ოცნების ოლიგარქის მიერ, ტელეკომპანია იმედის და პოსტების მიერ. შვიდად მტკიცეთ და ღიმილით ჩვენ სახეზე. აი ასე უფრო დავამარცხებთ, იმიტომ რომ ჩვენთვის ბიძინა ივანიშვილის მარცხი, ხო, შუალედური ამოცანა, გვინდა მოვიპოვოთ სტატუსი, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ დეკემბრის თვეში, მაგრამ თავარი ამის შემდეგ იწყება ამ ქვეყნის განვითარება და პროგრესი. ამიტომ ჩვენ არ გვაქვს უფლება აი ამ ვიგინდარებს მაპატიეთ ავყვეთ კრიტიკაში. აი ახლა საუბრობ თქვენთან ერთად და მოვიდნენ ძვირფასი ქართული ოცნების წარმომადგენლები გარშემო. შენს გარშემო არის, ან იქნებ დაგვანახოს ოპერატორმა უთხრათ. ეხლა არა, იმიტომ რომ სადაც ვის დაინახავენ, ყველას უქსევენ თავიანთ ზონდერებს და მაინტერესებს უბრალოდ ეხლა მანდაც რამე არ მოხდება. არაფერი არ მოხდება, კარგად გამორწმენდილი ვართ ჩვენ ამ არა ქართველების, იცით, არა ქართველებს და ბიძინა ივანიშვილი ჩვენთვის ქართველი არ არის. კი ბატონო, სახელი გვარი ქართულია, მაგრამ თავისი ქცევით, თავისი არ ვიცი ხედვით არ არის ეს ადამიანი ქართველი. შესაბამისად ვერასოდეს ვერ გაუგებს ქართველს. მას არ ესმის რა იყო 1999 წლის 9 აპრილი და რა არის 2019 წლის 20 ივნისი და რა პერიოდია ახლა. ვერც ერთი ოლიგარქი, ვერც ერთი რუსი და დავასრულებ, ვერც ერთი ჩინოვნიკი იმ ვიწრო ჯგუფიდან ვეღარაფერს ვეღარ გადაწყვეტს ძვირფასო მეგობრებო. ყველაფერს გადაწყვეტს ქართველი ხალხი, ქართველი გადაწყვეტს და ვერ გადაწყვეტს რუსი, გადაწყვეტს ქართული საზოგადოება. რაც არ უნდა საიდან ბუჩქებიდან, მართლა პირდაპირ გაგებით ბუჩქებიდან ამოხტარი ხალხია. ნიკა, ეხა მე ცოტა დავიძაბე, დღეს რაღაც ძალიან რთული
ემოციურად ძალიან რთული ეთერი მაქვს, თქვენ რო თქვით, რომ გარშემო უცებ მომრავლდენო ქართული ოცნების წარმომადგენლებიო, გულწრფელად გეუბნებით, მართლა ძალიან დავიძაბე, იმიტომ რომ მთელი დღეა რაღაც მსგავს პროვოკაციებს და დაპირისპირებებს ვხედავ და თან მინდა რომ დაგემშვიდობოთ და თან მეშინია, როდესაც კამერა გაითიშება, რამე არ მოხდეს თქვენს გარშემო. როდესაც ადამიანი ძალადობს, როდის დაიწყო ძალადობა ქართულ ასან აბაშიძემ, ხო აინფორმებით, როდესაც ვეღარ აწმუნენ და ვერავის, ვეღარაფერში, ხო? მორჩა გათავდა ეს ადამიანები ჩვენი ფულით იკვებებიან, ხახნო? და ამ ადამიანებს უნდათ რომ ჩვენ მიგვეღო მათი მოცემულობა და დაგვეჯერა რომ ჩვენ საკუთარი ცხოვრების დაგეგმვის უფლება აღარ უნდა გქონოდა და საკუთარ ცხოვრებას ვეღარ უნდა საზღვრავდეთ. არა, გამორიცხულია, მშვიდად მტკიცეთ, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მთელი ჩვენი დასავლური თანამეგობრობა მხარს გვიჭერს, მაშინ, როდესაც ისტორიული არჩევანი ივანიშვილს უნდა წაართვას, აქ დედაც, მამაც, ბებიას და ბაბუაც, შვილის და შვილიშვილის, ყველანი ერთად დავდივართ, იქ სადაც დავდივართ, რუსთაველის გამზირზე და ასე ვივლით. ეს არის ევროპაში შესვლის ბრძოლის ეტაპი. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, დაიწყება პოლიტიკური ეტაპი და როდესაც იქნება არჩევნები, გადაწყვიტოს ადამიანმა და პოლარიზაციაზე მინდა გითხრათ ორი სიტყვა. ეხლა რომელ ერთი წუთი ნიკა გაითიშება მერე და სიგნალი არ გაითიშოს, ისე მინდა დაგემშვიდობოთ, რომ ცოტა ხანი კაცში ვუყურო, ვიდრე თქვენ გახვალთ მშვიდობიანად ამ ჩართვის წერტილიდან. ჩახვეული ქონდათ ერთადერთი, ხავს ეჭიდებოდნენ, რომ აი დეპოლარიზაცია საჭირო ქართული ოცნება გამოდიდო და საუბრობდო, მაგრამ აქ ორი სუბიექტია მნიშვნელოვანი, ოპოზიციამაც ჩვენ ხელი უნდა შევიწყოს, მარტო ჩვენ რომ გავაკეთოთ და ნახეთ რას კადრულობენ ამ ხნის განმავლობაში. ხახნო, ყველაფერს თავი დავანებოთ სტუდენტებს, ახალგაზრდებს, უფროსებს, როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება, სადაც ვიღაცა 2-3 კაცი შეიკრიბება და მოილაპარაკებს, მოდი მე შენ თავს არ დაგესხმევი და მოდი შენ ამე თავს არ დამესხმა. არა, ეს კი არ, ესეც სახელმწიფო კი არ გვინდა. ჩვენ გვინდა სახელმწიფოში კანონი და კონსტიტუცია კანონობდეს და კონსტიტუციაზე ძალა კონდეს და რეალურად სახელმწიფო ინსტიტუტებს კონდეს ხალხის მხრიდან პატივისცემა და ნდობა. როდესაც ეს ყველაფერი არის მოპოვებული, აღარ პოლარიზაცია ხდება და აღარ რადიკალიზაცია ხდება, მაგრამ ეს ყველაფერი როგორც ინსტრუმენტი, როდესაც გამქრალია, ხდება ის რაც ხდება. ნიკა, ეხლა პერიმეტრს აჩვენებს ჩვენი ოპერატორი და მიიმალნენო, პროდიუსერმა მითხრა ისე ამ 2 დღის განმავლობაში, სწორედ მაგ სურათს ვხედავდით, ხეების უკან დამალულ სახელმწიფო მოხელეებს და ვიღაც ტიპებს რა, რომლებიც ორგანიზებას უკეთებდნენ ამ თავდასხმებს. მადლობა დიდი რომ იყავით ჩვენი სტუმარი. მშვიდობა გქონდეთ, მოკლედ მე ნიკას დავემშვიდობები. თხოვე ხო პროდიუსერს ეს კადრი მაინც იყოს პირდაპირ ეთერში, ისე დაპირისპირებული